ემოციურად იტანჯები, ეს უნდა მოისმინო. მე დაგეხმარები მართო შენი ემოციები. დავიწყოთ საბაზისო საფეხურით. უპირველეს ყოვლისა უნდა ვიცოდეთ, რომ მოვლენები არ იწვევენ ჩვენში უარყოფით ემოციებს, არამედ ის თუ როგორ აღვიქვამთ ჩვენ ამ მოვლენებს. ჩვენი ფსიქიკა ობიექტური რეალობის სუბიექტური ანარეკლია. ეს არის მიზეზი, რატომაც განსხვავებული ადამიანები განსხვავებულად აღიქვამენ ერთსა და იმავე მოვლენას. ცხადია, ისინი განსხვავდებიან, მაგრამ საქმეც ამაშია, რომ ერთსა და იმავე მოვლენაში ისინი განსხვავებულ კონტექსტს ხედავენ. მაგალითად, ალბათ გიფიქრიათ, რატომ არის, რომ როცა შენი მეგობარი ვინმეს შორდება, ეს მშვიდად გადააქვს და დიდად არ განიცდის. მაშინ, როცა მსგავსი რამ შენთვის ცხოვრებისეული ტრაგედიაა. შენ გამომუშავებული გაქვს აზროვნების ისეთი სტრუქტურა, რომელიც გიბიძგებს იფიქრო ნეგატიურად. მაგალითად, წარმოვიდგინოთ სტრუქტურა, სადაც პირველი არის მოვლენა, მეორე არის ჩვენი განსჯა და ფიქრები ამ მოვლენასთან დაკავშირებით. და მესამე ჩვენი ემოციები, რაც ჩვენმა ფიქრებმა გამოიწვია. მან მითხრა, რომ არ ვუყვარვარ. თუ მას არ ვუყვარვარ, ესე იგი არარაობა ვარ. დეპრესია. ან კიდევ ერთი ვარიანტი. არ ვუყვარვარ, ეს უსამართლობა უნდა შემიყვაროს, ბრაზი, გაღიზიანება. რატომაა უსამართლობა? იმიტომ, რომ მე მისთვის ყველაფერს ვაკეთებ, საკუთარი თავი გადავდე, მისთვის ყველაფერი გავიღე. მან კიდე არ დამიფასა. თუ ჩვენი ფიქრები დოგმატურია, არ არის ლოგიკური და მოქნილი. მას კოშმარულ ემოციებამდე მივყავართ. როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ჩვენი ფიქრები და ემოციები რეალურად, რომ ისინი ბუნებრივი და ჯანსაღი იყოს? დიახ, მას არ ვუყვარვარ. რა თქმა უნდა, მასთან ყოფნა მინდოდა, მაგრამ რაც არის, ეს არის, უნდა დავივიწყო. მე ამას გადავიტან. მოწყენილობა. ასე რომ ჩვენი ემოციური პრობლემების წყარო ჩვენივე დამახინჯებული აზროვნების სტრუქტურაა. სწორედ ამ საკითხზე მუშაობს თანამედროვე ფსიქოლოგიური მეცნიერება, რომ დაეხმაროს ადამიანებს შეცვალონ აზროვნების სტრუქტურა, რათა თავი უფრო ლაღად და ბედნიერად იგრძნონ. დღეს ამით დაგემშვიდობებით. არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ ჩვენი არხი. არ გამოტოვოთ შემდეგი დღის რჩევა.